მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენ გვექნება ასეთი საუბარი. ან თუ ეს იცით ყველამ, გადავდივართ, ვერა? მაგრამ ეს გააქვთ ყველას როგორც ჩანს. ესე იგი, hybrid mobile applications with Ionic framework. ბევრი ვიფიქრე hybrid ყოფილიყო ჰიბრიდი თუ ჰიბრიდული, მაგრამ რაღაც საერთო დასკვნამდე ვერ მივედი, ამიტომ დავარქვათ ჰიბრიდი ამ ეტაპზე. მე თუ რამეა შემისწორეთ. მე ვარ ოთო მესხი, ვინც მიცნობთ, full stack developer-ი ვარ და ამ ეტაპზე Silknet-ში მუშაობ development-ის head-ად. ესე იგი, ჰიბრიდი რა არის ზოგადად? Prius-ი არის ჰიბრიდი, მაგრამ ასევე რა ხდება ზოგადად ჰიბრიდულ აპლიკაციებში მობილურის. პირველ რიგში ეს აპლიკაციები არის web აპლიკაციები, რომლებიც არის WebView-ში, რომელიც იტვირთება ჩვენ მობილურში, ან მობილურ დივაისებში, ანუ პლანშეტში და ასე შემდეგ. ანუ როგორი რაღაცაა WebView ალბათ ყველა მიცით, სოსოს ისეთ სახით იყურება რო არ ვიცი, მაგრამ მოკლედ WebView-ში იტვირთება ჩვეულებრივი web application-ი, single page application-ები არის ძირითადად და ეს არის მეტი არაფერი არ არის რეალურად და რა თქმა უნდა არის cross platform-ი, იმიტომ რომ WebView აქვს ყველა პლატფორმას და ჩვენი აპლიკაცია კიდე არის რეალურად web აპლიკაცია, რომელიც WebView-ში მუშაობს. ახლა რა ხდება და როგორ ხდება? რატო უნდა გავითვალისწინოთ საერთოდ ეს თემა და რატო უნდა წავიდეთ ჰიბრიდ გზით და რატო უნდა ვწეროთ ჰიბრიდულად? პირველ რიგში მარტივად დასაწყებია. ბევრად უფრო მარტივია ვიდრე მაგალითად Android-ის SDK სწავლა Java-ზე, ან Swift-ის სწავლა, რომელიც ძალიან მოგწონთ ბოლო დროს ყველას, მაგრამ მაინც, ან Objective-C. და რეალურად ვიცით უკვე ეს ყველაფერი. ჩვენ აქ ისეთი ხალხი ვართ ძირითადად, ვინც web development-ში გარკვეულები ვართ მეტნაკლებად და რეალურად რადგან web აპლიკაციებია, ვიცით უკვე ყველაფერი ის, რითიც უნდა ვწეროთ და რა უნდა ვწეროთ. ნუ cross platform-ი წინა სლაიდზე თქვით და აქაც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად cross platform-ი ძალიან კარგი ვარიანტია საშუალო და double ბიუჯეტიანი აპლიკაციებისთვის. როდესაც დიდი კომპანია ვართ და დიდი ბიუჯეტი გვაქვს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია თავს ფუფუნების უფლება მივცეთ, რომ იმაზე ცალკე აპლიკაცია ვწეროთ, ამაზე ცალკე ორი პროგრამისტი, ასე შემდეგ. მაგრამ ეს ჩვენი რაღაც გათვლილია უფრო მცირე და საშუალო მასშტაბის აპლიკაციებზე. ანუ მინდა რომ გავითვალისწინოთ თავიდანვე ვიცოდეთ რომ არ ვსაუბრობთ რომ ჰიბრიდით ჩავანაცვლოთ native. მაგას არ ვაკეთებთ, მაგაზე ვისაუბრებთ ბოლოსკენ კიდევ, მაგრამ თავიდანვე მინდა ამ mindset-ით ვიაროთ რომ natives არ ვანაცვლებთ, უბრალოდ ეს არის რაღაც კარგი ცალკე თემა, რომელსაც ახლა გავივლით და შევხედავთ რა არის, როგორ არის. ასევე rapid prototyping-ი, ანუ ძალიან მარტივად და სწრაფად შეგვიძლია ავაწყოთ აპლიკაციის პროტოტიპი. ძალიან მარტივია, მაგას შევხედავთ, გავივლით და ნუ rapid development-ი რეალურად მარტივ და საშუალო აპლიკაციებს ვაკეთებ ძალიან მალე. შევხედავთ ამ ყველაფერს საქმეში. ესე იგი, რა არის ზოგადად ამ ყველაფრის ისტორია? 2009-ში PhoneGap-ი შეიქმნა ზოგადად როგორც ასეთი, მაშინ სკეპტიკურად ვიყავი მეც განწყობილი და პრინციპში ძალიან ბევრი ვინმეც, თუმცა ორეილიმ რაღაც ევორდიც მისცა, რაღაც დაინახა ეთყობა შორჭრეტელი თვალით. Adobe-მა იყიდა ეს კომპანია 2011 წელს და ასეთი რაღაც მოხდა, რომ კოდის კონტრიბუცია გაუკეთეს Apache-ს, რომლის ბაზაზე შეიქმნა Apache Cordova, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ რეალურად და PhoneGap-ი დარჩა სერვისად, Adobe-მა დაიტოვა და არის სერვისი რეალურად ჩვენ შეგვიძლია nutshell-ში რო გავიაროთ, შეგვიძლია web აპლიკაცია cloud-ზე ავტვირთოთ და ის გვაძლევს უკვე დაბილდულ მობილურის აპლიკაციას. უხეშად რო ვთქვათ, ასეთი რაღაცა ფასიანი სერვისია, ძირითადად ფასიანად გამოიყენება და ნუ არ ვიცი, მე პირადად ვერ ვხედავ მის გამოყენებას დიდად, მაგრამ ფაქტია რომ გამოიყენება, არსებობს და ასე შემდეგ. ჩვენ ძირითადად Apache Cordova-ზე ვისაუბრებთ დღეს და მასზე დაფუძნებულ Ionic framework-ზე. ესე იგი, 2003 წელს Drift-იმ შექმნა Ionic framework-ი და ნუ პირველი ალფა ვერსია 2013 წლის ბოლოს გამოვიდა. მერე ბეტა ვერსიები იყო მთელი 2014 წლის განმავლობაში პრინციპში 14 ბეტა ვერსია იყო, რომელშიც აშენებდნენ რაღაცეებს და აი სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოვიდა რეალურად 1.0 ვერსია. ანუ საკმაოდ ახალი ტექნოლოგიაა, იმის და მიუხედავად რომ უკვე ძალიან პოპულარულია. და ეხლა რა არის ზოგადად? ანუ რა ხდება და რა არის? სლაიდში მაქვს თუ არა არ ვიცი. ხო, უკაი, ეს იყოს ამას უყუროთ. ესე იგი, რეალურად Ionic-ი არის collection-ი CSS-ის და JavaScript-ის, ასე ვთქვათ, snippet-ებისა, უხეშად რო ვთქვათ, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი აპლიკაცია მარტივად, ლამაზად და სწრაფად ავაგოთ. Web application framework-ია რეალურად.
თუმცა აქვს თავისი დამატებითი ფუნქციონალი, რომელიც აქცევს მას mobile application framework-ად. მის უკან JavaScript-ის მხარეს დგას AngularJS-ი. კარგია. Papatiet, ხო, ესე იგი AngularJS-ი რა არის? წინა სლაიდებზე კი არა და მოხსენებაზე კი ისაუბრეს, მაგრამ მაინც უცებ ჩამოვუყვებით რა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საუკეთესო ერთ-ერთი ფრეიმვორკია JavaScript-ში, კი აქვს ძალიან ბევრი მინუსი, მაგას არ უარყოფთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდია და წარმატებული და ჩემი აზრით კარგი. Google დგას მის უკან, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს დღევანდელ დღეს და ძალიან კარგი რაღაცაა და დასაპორტებულია და ვიცით რომ არავინ არ მიაგდებს ხვალ. Google-ს კი ჩვევია თავის პროდუქტების მიგდება, მაგრამ მიმედოვნოთ რომ არ მიაგდებს ამას ასე. და ნუ community აქვს ძალიან დიდი. 40,000-ზე მეტი სტარი GitHub-ზე, ფორკები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ მუდმივად evolving რაღაცა არის და ვიცით რომ ხვალზე გარგაქრება და კაი რაღაცაა. და ნუ პლაგინები აქვს Angular-ს ძალიან ბევრი. Angular-ზე გვეყოფა. ეხლა ვნახოთ ზოგადად რა არის, როგორ არის და ზოგადად რა რასთან ერთად იჭმევა. ესე იგი პირველ რიგში Node.js-ი გჭირდება და შესაბამისად npm-ი რომ დავაყენოთ ეს ყველაფერი. და ვაყენებთ ამას ძალიან მარტივი ბრძანებით npm install, ნუ გლობალურად უნდა დავაყენოთ სავარაუდოდ G Ionic Cordova. ნუ მე ეს დაყენებული მაქვს უკვე და შესაბამისად ამას არ გავივლით და ეს გვაძლევს ჩვენ რას? რეალურად ეს ბრძანება ჩვენ სისტემაში აინსტალირებს Ionic-ს და Cordova-ს. Cordova მაინც გამოიყენება ქვედა ლეიერად, ანუ Ionic-ზე აპლიკაცია რო იწერება, რაც არის ის natives და მობილურს ემუშავება, ასე ვთქვათ, Cordova-ს გავლით. ანუ პირდაპირ ეს ვებ აპლიკაცია რა თქმა უნდა არ შვება ამ ყველაფერს. წავიდეთ შემდეგში. ეხა Ionic-ი რო დავაინსტალირეთ, რა არის, როგორ არის? პირველ რიგში Ionic CLI command line interface-ი გვაქვს, ესეთი რაღაცა, რომლითაც გვაქვს რამდენიმე ბრძანება. რამდენიმე არა, საკმაოდ ბევრი პრინციპში, მაგრამ ეს ბრძანებები არის ჩვენი ძირითადი სამუშაო მასალა. Start server platform build setup emulate run და ასე შემდეგ. მე დეტალებში ახლა არ ჩავალ, იმიტომ რომ შემდეგ სლაიდებში მაქვს განხილვა რეალურად იმ ბრძანებებისა, რომელსაც რეალურად ვიყენებთ. უბრალოდ ეს სლაიდი იმას ემსახურება, რომ ზოგადად CLI არის Ionic-ის ძალიან დიდი ნაწილი. Node.js application-ი არის ეგა? Node.js application-ი არ არის. უბრალოდ npm-ით ვაინსტალირებ და ანუ გატანილი არის ინსტალაციის მხარეს ეგ რეალურად რა, თორე Node.js აპლიკაცია არ არის. თვითონ codebase-ი რა ენაშია? Codebase-ი რა ენაშია? მე არ დავინტერესებულ ვარ არასოდეს დღეს დილამდე. იმიტომ რომ ვიცოდი რომ ამ კითხვას დამისვავდნენ, მაგრამ დღეს დილასაც ვერ მოვასწარი ბოლომდე იმის ჩაძიება თუ რაზეა. ამიტომ npm რა ენდება JavaScript-ი არის? JavaScript-ი არ არის, სრულად JavaScript-ი არ არის, ეგ ზუსტად ვიცი რა. კარგი. ესე იგი პირველი CLI ბრძანება Ionic Start. ეს ქმნის Ionic-ის პროექტს და არის ძალიან მარტივი ასეთი რაღაცა. პირველ რიგში პროექტის შექმნისას ვირჩევთ templates. ნუ, რა თქმა უნდა, პროექტის სახელსაც ვირჩევთ და ვირჩევთ templates. Template შეიძლება იყოს რა? მთავარი სამი basic template-ები, რაც აქვთ, რაც მოყვება და რაც დოკუმენტაციაში პირველია ნახსენები არის. Tabs, side menu, blank. ნუ, blank არის ჩვეულებრივი blank template-ი, თეთრი ქაღალდი წარმოვიდგინოთ და რა არის tabs-ი და side menu, აი ახლა შევხედოთ მარტივად და ნახავთ თუ რეალურად რა მარტივი ამ ყველაფრით დაწყება. ინტერნეტი თუ არ დაგვაღალატებს. რეალურად ეს template-ები არის GitHub-ზე, Drift-ის რეპოზიტორიაში განთავსებული, Drift-ის account-ზე და ნუ რეალურად შეგვიძლია ახლავე შევიდეთ, ჩავხედოთ source-ში, ისე რომ არაფერი არ დავსტარტოთ, არაფერი არ დავბილდოთ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მზადდება ახლა. და ნუ პრინციპში სანამ ეს ჩამოვა, შეგვიძლია ვისაუბროთ დანარჩენ template-ებზეც, რაც არის maps, push, analytics, tests, deploy და ასე შემდეგ. რეალურად, როდესაც Ionic-ი ახალ პროდუქტს შიპავს, Ionic framework არის ერთ მხარეს, რეალურად ეს Ionic-ი არის დიდი პლატფორმა, დიდი community, რომელზეც გადავალთ დეტალებში რა და როგორ. მაგრამ როგორც კი ჩავთვალოთ ახალი პლაგინი, ახალი ნაწილი Ionic-ის რილიზდება, ეგრევე მისთვის არის starter API და შესაბამისად ყველაფერი წერია რა როგორ უნდა გაკეთდეს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩამოვიდა უკვე ეს ჩვენი tabs-ი. შევდივართ ამ დირექტორიაში. რა დავარქვით? და ვაკეთებთ ასეთ რაღაცას. Ionic serve.
Ionic server Cookhouse browsers ლოკალურად browser კი სერვერს მემაპატიეთ. ამ სერვერზე უშვებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ზოგადად Angular-ის და ზოგადად Spy-ბიდან გამომდინარე გვირჩევნია ეს ყველაფერი სერვერზე იყოს და ესე double click-ით ვერ გავხსნით და ვერ ვნახავთ ამ ყველაფერს. შესაბამისად, სერვერი იქოქება და ჩვენი Chrome-ის დახმარებით შეგვიძლია ეს მობილურის ჩარჩოებში მოვაქციოთ. ასე, დავარეფრეშოთ და რეალურად აი ეს რასაც ხედავთ ჩვენ აქ. თქვენთან უფრო კარგად ჩანს. აბა გისმენ. ხედა დაბარი ძალიან გავს iOS-ის სტანდარტი სხვანაირად გამოხდება. აი ზუსტად მანდამდეც მივალთ. პასუხი ჯერჯერობით არის კი. ხო და აი რეალურად აი ეს რასაც უყურებთ არის web API, რომელიც ჩვენთან ახლა გაშვებულია როგორც web API. აი ხა source-საც ნახავთ, ყველაფერსაც ნახავთ ჯანმრთელობა. მაგრამ რეალურად რო დავბილდავ შემდეგ ეტაპზე ვნახავთ როგორ წავა ეს მობილურზე. ამ ეტაპზე არის web API, რომელიც არის საკმაოდ სწრაფი, responsive და რავი, ის მინიმუმია, რაც უნდა კონდეს starter tabs templates. ანუ ეს არის ის როდესაც ვეუბნებით, რომ წამოიღე starter tabs template-ი, მოაქვს ეს რეალურად მზა რაღაცა არის და შეგვიძლია უკვე ამაზე დავაშენოთ. ჩვენ მომავალში რაც გვინდა, ანუ ბლანკით არ დავიწყოთ, იმიტომ რომ აქ არის ისე გაკეთებული ყველაფერი, როგორც ჩანაფიქრში ქონდათ Ionic-ის შემქმნელებს. ერთი რაღაც მაინტერესებს. დიახ. რო ბილდავ ამ დროს, თქვათ iOS-ის თუ ან Android-ის. SDK გჭირდება რომ კონდეს ხო შემოყალოთ რო. რომელზეც ბილდავ. ხო, ანუ iOS-ზე ვერ დაბილდავ Windows-იდან. კი. ანუ SDK? კი, SDK გინდა ყველა ვარიანტში, ნუ ბილდის დროს გჭირდება. emulate-ამდე რომ მივალ, ნუ იქ emulate-ისთვის სიმულატორის დასაკავად Xcode-იც გჭირდება და ასე შემდეგ. რაღაც დეტალები არის კიდე იქ. ამ ეტაპზე რეალურად ეს არის ის ერთ-ერთი სტარტერი, რომელსაც გვაძლევს Ionic-ი. გადავიდეთ სლაიდებზე. ნუ შეგვიძლია გავყვეთ თუ გაინტერესებთ side menu-ც ვნახოთ, თუმცა ისეთი არაფერია, უბრალოდ მობილურში side menu iOS-ში და Android-ში როგორი side menu-ც გამოდის, მარცხნივ რო გაქვთ სენდვიჩის აიკონი, ზუსტად ისეთია. უბრალოდ ინტერნეტი ცოტა ნელია, ამიტომ დრო ჭირდება ამ ყველაფერს და device-ი რო გადავუხტო Android device-ზე material design-ზე გადავა? material design-ზე არ გადავა, თუმცა Android-ის სტილს დაიცავს, სად არის ჩვენი Chrome-ი. რო გადავიდეთ Nexus 5-ზე და დავარეფრეშოთ. ნავბარი ავიდა ზევით, tabs ბარი უფრო სწორად. ფიჩერებიც იცვლება. კი, ანუ მიახლოებული არის მაქსიმალურად იმ პლატფორმასთან, რომელ პლატფორმაზე ჩანს, რომ იყოს მაქსიმალურად native feel. მაგრამ CSS-ის დონეზე არის. კი, CSS-ის დონეზეა ცვლილებები, კი. თუმცა ეგეც მაგის კასტომიზაცია ძალიან მარტივია. რაღაც ცოტათი შევეხებით მაგასაც. ესე იგი, გავაგზავნოთ ჩვენ სლაიდებით. ესე იგი, აქ არის ტემპლეიტები, ნუ კიდე აქვს optional flag-ები ამ start ბრძანებას, app name, human readable application name, ID, widget ID-s აკეთებს და no Cordova თუ გვინდა, თუ ასე ვთქვათ, იზრა შენცები ვართ და გვინდა web framework-ად გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, Cordova-ს გარეშე იბილდება ეს ყველაფერი და ჩვეულებრივად single page application-ად შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომელზეც შევლენ მობილურები და ყველა ბედნიერი იქნება. ესე იგი, Ionic Serve Ionic Server არის ის ბრძანება, რომელიც ახლა გამოვიყენეთ ჩვენ, რომელიც Cookhouse local servers და გვანახებს ჩვენ applications. რეალურად ამის უკან არის ის, რომ live reload-იც მოყვება, ასე ვთქვათ. და ამ stack-ში ზის Gulp-ი. წინა talks-ზე გქონიათ Gulp-ის თემა, რომელიც მე გამოვტოვე. ხო და რეალურად Gulp-ია, ანუ ჩვენ ახლა რაღაცას რო დავასეივებთ, პირობითად აქედან გავიდეთ. ამდენად საჭირო რაღაცას ვაკეთებ არ ვიცი, მაგრამ მაგალითად შევიდეთ ტემპლეიტებში და პირველ ტაბს დავარქვათ front. დავასეივეთ ავტომატურად, ვერ მივსწარით, მაგრამ არ გადაიტვირთა. იმიტომ რომ ეგ არის. გავუშვათ Sublime რო გავუშვი ეს მოვკალი მართალია. ამას უკვე ფრონტი ქვია, მაგრამ იქნება მე ეს გამზადებული მქონდა. ამიტომ ახლა თავიდან შევცვალოთ. და დავარქვათ რაღაც hello დავარქვათ და reload და უკვე hello არის იქ. ანუ ძალიან მარტივი არის development-ის პროცესი რეალურად რა. არ გჭირდება გადასვლა, გადმოსვლა, აქეთ რაღაც დეტალები არ გჭირდება რა. ფიქრობთ მხოლოდ
development-ზე და არ უყურებთ რა და როგორ. ნუ ერთი მინუსი არის კიდევ ის, რომ გარე სერვისებს ვერ მივწოდებით აქედან. შეზღუდვა courses სტანდარტია, რომ მოკლედ რომ გარეთ ვერ გავალთ. მაგას არ ჩავღრმავდები, გისმენთ? ეს იგივე რო გავაკეთოთ და iOS-თან Android device-თან live მუშაობდეს, მაგის ხარდაჭერა აქვს თუ მარტო? live reload-ის მუშაობის ხარდაჭერა აქვს სიმულატორში. device-ზე live reload ჯერ არ აქვს დაშიფული, თუმცა რაღაც წაკითხული მაქვს რომ აპირებენ, მაგრამ ანუ როგორი რაღაცა იცი, live reload-ი ესეთი სახით არ გამოვა device-ზე, რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაც ანუ სერვისებზე რო გადავალ, ძალიან ბევრი რაღაცა აქვს გაკეთებული, ანუ device-ზე რა, ანუ ესო სიმულატორში გავუშვა და აქ შეცვალო სიმულატორში შეცვლის live-ში. კი. და device-ზე იმიტომ არ გამოვა, რომ ეს ხო რეალურად ეს HTML, CSS და web აპლიკაცია სადღაც ხო არ დევს, მიყვება. და შენი ლოკალური სერვერი ხო, ანუ იმას ვერ შეუცვლი, ხო, ანუ მე პირობითად შემოხვიდე. როგორ? device-დან ამ link-ზე რა შემოხვიდე. device-დან ამ link-ზე? device-დან შემოვიდეს, device-ზე დაბლული აღარ. ბუდიში თავიდან გეხვეწები რა. ზანება CLI. ხო. თავის ინფრასტრუქტურაში რო თავენ და beauty რო კი. აუშვა და რამე შეცვალა და აფუანი ხელახან გავაკეთე. live-ში ყველასთან დარე. რა არის იცი? იმისთვის Android-ისთვის ჭირდება მაგას sync-ი. ანუ სანამ sync-ს არ გააკეთებ, ახალ ვერსიას არ ჩამოგიღებს, იმიტომ რომ cloud-დან მოაქვს ლოკალურად ჯერ. iOS-ზე cloud-დანვე უშვებს. არ ვიცი, რო არ მოგატყო, შეგვიძლია ახლავე ვცადოთ, ახლავე რა, მოგვიანებით რო გადავალთ upload-ზე. კარგი, სად გავჩერდით? სერვზე ხო მგონი? ხო, ნუ სერვს აქვს ფლაგები, რომელიც მე არასოდეს არ გამომიყენებია, მაგრამ ალბათ უნდა ვთქვათ, რომ შეგვიძლია კონსოლში ლოგები გამოვიტანოთ. კონსოლის ლოგები, სერვერის ლოგები, localhost-ის მაგივრად რაღაც custom IP-ზე დავქოქოთ, custom port-ზე, proxy-ს უკან დავაყენოთ და ასე შემდეგ. ნუ რეალურად საკმაოდ ძლიერი თულია, რამდენად დაგჭირდება, არ ვიცი. აი ეს არის ძალიან კარგი რაღაცა, რომელსაც მე გადავწყვიტე. ცალკე სლაიდი დავუთმო. დაახლოებით 5-6 თვის წინ შემოვიდა ეს ფიჩა, service lab flag-ი. რაც გვიკეთებს ძალიან საინტერესო და კარგ რაღაცას. გვიჩვენებს თუ რომელ device-ზე როგორ გამოჩნდება. რაც არის ძალიან flexible რეალურად და შეიძლება ითქვას, რომ Ionic server ჩვეულებრივი სახით ძალიან ხშირ შემთხვევაში ამოვარდნილია, იმიტომ რომ ეს გაქვს გახსნილი, უყურებ იქ როგორ გამოჩნდება, აქ როგორ გამოჩნდება, მაგის მიხედვით აკეთებ ყველაფერს. ნუ აქაც რა თქმა უნდა ყველაფერი მუშაო, აპლიკაციები ჩატვირთულია. ვები თუ გაინტერესებს, ნუ სერვი არსად არ წასულა. სერვი ისევ იქ არის. თუ გაინტერესებს, ეგ და ის Cordova-ს შეერთად შეიძლება. და Windows Windows Mobile-ზე გვპირდებიან და გვპირდებიან, კაი ხანია და იმდენი ხანი გვპირდებიან უკვე, რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მალე იქნება. ფონგეპით რო გავბილდოთ, სავარაუდოდ წაიღებს. უბრალოდ ხო რა, ეს არის რა, Ionic-ს built-in-ი არ აქვს, ანუ Ionic-ით ვერ გავბილდავთ ცალსახად და PhoneGap-ით რო გავბილდოთ, როგორც ჩვეულებრივ სხვა აპლიკაციას გავბილდავთ, რა თქმა უნდა წაიღებს, თუმცა რაღაც ცვლილებები საჭირო იქნება რა. მაგრამ ნუ როგორც ჩვეულებრივ სხვა აპლიკაციას გავბილდავს და წაიღებს, ისე წაიღებს იმას, ჩვეულებრივად. კარგი, ხო, ნუ ეს ლაბი არის ძალიან კარგი რაღაცა, რომელიც არის ძალიან გამოყენებადი. წავედით შემდეგ. ხო, რა ხდება ახლა შიგნით აპლიკაციაში? Ionic-ს აქვს custom tag-ები. HTML-ის support-ი არის full ჩვეულებრივად, მაგრამ გვაქვს Ion tag-ები, რომლებითაც შიგნით ვაკეთებთ უკვე Ionic specific რაღაცებს. კი, Angular-ის დირექტივებია რეალურად. აი მაგალითად აქ Ion tabs, ანუ ტაბები კეთდება Ion tabs-ით. ერთი ტაბი Ion tab, now view მაგალითად და რეალურად არც ისე ძნელია იმის და მივხვდეთ რომ ბევრი დირექტივაა და ბევრი ტეგია, pseudo-ტეგი. და კოდი არის საკმაოდ გარჩევადი რა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი div-ებში რო იყოს და მე კლასებში იქნებოდა ცოტა არ იყოს და ფაფა რა. ასე არის ძალიან კომფორტულად და კარგად დალაგებული. კარგი. ბატონო. აღარ ისე ანუ ნელ-ნელა დავმშვიდდი, ხო? კარგი, საიდან გავაგრძელო? თავიდან, ხო? კარგი. აუ ერთი რაღაცა, მე შეგვიძლია ხო თავის მხარს დავიკიდო ეს ყველაფერი და ჩვეულებრივი HTML-ი დავწერო და უბრალოდ გავვიდო.
თუმცა დაკიდება კარგი საქციელი არ არის ზოგადად. მაგრამ რა თქმა უნდა შეგიძლია. კი, შეგიძლია. მაგრამ რა არის, იცი, შენ თუ რასაც გინდა იმას იზავ, მაშინ აიონიკი დიდად აღარ გჭირდება. შენ პროსტა ვებაპი შეგიძლია ხო და ეს ფონგეპი ჩვეულებრივად კორდოვათი დაბილდავ და იმითი გაუშვებ. გისმენთ? ესეთი custom-tag-ები ჩემით რო გამოგიწევ შემიძლია? კი, ანუ ტექნიკურად მაგის შეზღუდვა არაა, თუმცა არასოდეს არ დავფიქრებულ ვარ მაგას. ანუ ტექნიკურად შეგიძლია Angular-ში ჩვეულებრივად გააკეთებ ამ ტეგებს, არანაირი პრობლემა არ არის. HTML5-ის custom კომპონენტები არის ეს თუ რა? არა, Angular-ის დირექტივებია. რომელიც მარტო Angular. კი. ესეთი როგორც მე ვფიქრობ, შეესაბამება რაღაცა კომპონენტებს, ხო? კი, Angular-ის მხარეს, კი. კი, რა თქმა უნდა, კი. ხო, რა თქმა უნდა, რეალურად Ionic-ში რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ Angular-ის გამოყენებით. იმიტომ რომ აი როგორც ჯიბლამ თქვა შეგვიძლია ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და custom რაღაცეები ვაკეთოთ, მაგრამ მაშინ რატომ ვიყენებთ საერთოდ Ionic-ს რა? ანუ Ionic-ის პლუსი ის არის, რომ ყველაფერი გვაქვს შეფუთული, ასე ვთქვათ, და ვიყენებთ იმას, რაც ვიცით, რომ მუშაობს. ანუ რა? აი, platform specific code-ი თუ დავჭირდა, დავუშვათ iOS-ზე რო ეფუქი გამოვიყენო და Android-ზე Android-ზე. მაგის საშუალებაც გვაქვს. კი, კოდში შეგვიძლია გავიგოთ რომელი პლატფორმაა და შესაბამისად მოვიქცეთ იმის მიხედვით. Bridging-ის თული აქვს რო ანუ. კი, მანამდეც მივალთ. კი, კორდოვას აქვს და მოკლედ მივალთ მანამდე რა. არა, როგორ გეკადრება. კაი, Ion tag-ებით ხდება ძირითადად ეს ყველაფერი. გავედით შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი სლაიდზე რო დამეწერა, ხო? არ გამოვიდოდა არც ვიზუალურად კარგად და აზრსაც ვერ გავიგებდით ძირითადად, მაგრამ ანუ Angular-ის გარდა რა მოყვება და რა არის ის, რაც ასე გავს native-ს. მოდით გადავიდეთ საიტზე რეალურად და იქ ვიზუალურად დავინახავთ ყველაფერს რა. აი ეგერ ყავს კოდი და რეალურად აქ დოკუმენტაციაში შევალთ და ნახავთ აბსოლუტურად ყველაფერს რაც მოყვება. წარმოვიდგინოთ Bootstrap-ი, ოღონდ ჩემი აზრით ცოტა კიდე უფრო ნავაროჩენი. ანუ ძალიან ბევრი რაღაცაა. ანუ რეალურად native-ში ინტერფეისულად რისი გაკეთება შეგვიძლია, არა ძალიან კომპლექსური აპების გარდა, რა თქმა უნდა. ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და ყველაფრისთვის არის კომპონენტი რა, თავისი ფორმებიანად და ასე შემდეგ. კიდევ JavaScript-ში გვაქვს ცოტა კიდევ უფრო სახალისო რაღაცეები. მაგალითად action sheet. აი ესეთი რაღაცა. ასევე მოყვება Ionic-ს. არა. და რეალურად iOS-ზე გეკნება iOS-ზე სტაილი? ეგრე გამოდის. ხო, გამოვიდა და მუღამიც ის არის. რომ ეს Ionic team-ი ძალიან აქტიურად მუშაობს და თვითონ ეს ფაუნდერი ვინც არის შეგიძლია დღესვე შევიდეთ Twitter-ზე რაღაც ვკითხოთ და გიპასუხებს და თუ ჭკვიანურ რაღაცას კითხავთ, შემდეგ ბილდში შეიძლება გაითვალისწინოს კიდეც. ანუ ძალიან გახსნილი community-ია, ძალიან აქტიურად მუშაობენ და ძალიან მაგრად დაფანდეს 2014 წელს ძალიან ბევრი ფული მისცეს და შესაბამისად წავიდნენ საერთოდ რა. გისმენ? დავუშვათ iOS-ზე ისე გავუშვი ამჯერ კოჩთან დეველოპერთან და საბიუტი გავაკეთე review გაიარა. აპდეიტის მერე ხელახლა ახალი ბილდი უნდა გავუშვა თუ ისე შეუძლია? არ ვიცი. ზოგადად რა არის, იცი, ახალი ბილდი უნდა გაუშვა ლოგიკურად ალბათ, მაგრამ თავისით რამე cloud-ში. ხო, ეხლა უყურეთ, თავისით არის Ionic deploy. ალფაში აქვს ახლა და იდეაში მაგას აპირებენ, რომ თვითონ გააკეთონ ეს ყველაფერი, რომ review process შენ გადაახტე მეორედ და მესამედ და მეხუთედ. მაგრამ დღეს არის αλφაში და დიდი ასოებით მითითებულია და დიდი სიტყვებით, რომ ძალიან გთხოვთ რეალურ production-ში და production app-ებში გამოიყენებთ. მაგრამ პერსპექტივაში არის ეგეც. ეგეც ამათი service base-ის ნაწილია, რომელზეც ასევე გადავალ. მოკლედ, რა ვიცი, კომპონენტებს შეგვიძლია ჩამოყვეთ სათითაოს, მაგრამ მგონი აზრი არა აქვს რა, ამის აზრი ამ ერთი სლაიდის და აქეთ გადმოსვლის არის ის, რომ რეალურად არის ძალიან ბევრი კომპონენტი, რომლის დახმარებითაც ვქმნით native fields რა. გადავედით ისევ აქეთ. ხო, თავარი.
ეს ყველაფერი CSS-ი რეალურად არის SAS-ზე დაწერილი. შესაბამისად შეგვიძლია შევიდეთ და ვიგულაოთ, რაც გვინდა გავაკეთოთ. და ასევე თუ ჩვენ დავწერთ ასეთ რაღაცას ამ შემთხვევაში ჩაგვიგდებს Galp-ის სტაკში SAS-ის კომპილაციასაც. ან არ ჩაგვიგდებს. რაღაც არ მოეწონა, ხო? NPM-ის ბექტრებია Slow-ის პრობლემაა მიგონი. როცა არ ვიცით რა მოხდა, კიდე გავუშვათ. ვიცი რა. ხო. სხვა choice წავაწყდი ამას რამდენიმე დღის წინ, ვამზადებდი და აღარ გავაგზელე რატო და როგორ, ანუ აღარ გავყევი ფორუმებს, მაგრამ სუდომ მოაგვარა თუ სწორად მახსოვს. არა, NPM-ი გააჩნია როგორ დააყენე, ხო, მაგაზეა დამოკიდებული. ზოგადად global package თუ აყენებ, ყოველთვის ითხოვს, თუ სპეციალურად არ ვთხარი რომ არ მოითხოვ, ანუ default value ეგ არის. გისმენ? SAS-ი იქნებ SAS-თან ცოტა ვერ მეგობრობს, Stylus რო გამოიყენო, ან JavaScript-ზე თავისი SAS-ი უწერია, შენ ანუ SAS-ში წერია codebase-ი, შენ ან ვინმე თუ გამოჩნდება, ვინც გადაწერს ამას პირობითად less-ზე ან რავი რამეზე, სხვაზე, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ამ ეტაპზე ეგეთ გეგმებზე არც გამიგია, არც წამიკითხავს, არცად რომ რამეს მსგავს საპირებდნენ რა. შესაბამისად ამ ეტაპზე SAS-ია და SAS-ზე დარჩება ალბათ. ეგ კი არა, ნუ bootstrap-ის შემქმნელმა გაგვიცხადა ერთი თვის წინ ძალიან სიხარულით რომ ძლივს გადავდივართ SAS-ზეო და შენ კიდე სხვაგან გადადიხარ. კარგი, აი, მე მგონი დაყენდა. ეხლა პატარა გადახვევას გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ SAS-ი გვაქვს უკვე. ავიღოთ iPhone-ი. კარგი, ესე იგი ეს კერძო კომპანიის გაკეთებული კომპანიის შემოსავლის წყარო რა არის? კომპანიის შემოსავლის წყარო აქამდე იყო ის, რომ ხო, დააფინანსეს რა, ანუ თან მოშნად დააფინანსეს. ნუ სტარტაპი იყო. Just for fun იყო. არა, just for fun არ იყო, სტარტაპი იყო. ეს არის ის ხალხი, რომლებმაც გააკეთეს რაღაც აქამდე მუშაობდნენ ბილდერებზე, ანუ jQuery-ის ბილდერი და რაღაცები გააკეთეს, რომელიც მე არ ვიცი მართალი გითხრათ, მაგრამ ანუ გამოცდილი ხალხი იყო, შეიკრიბნენ და ანუ just for fun არ გაუკეთებიათ, მიზან მიმართულად დაქოქეს სტარტაპი და სოლიდური თანხები აიღეს მაგაში რა. თუმცა გამოგვიცხადეს, რომ ალფადან და ბეტადან რომ გამოვა ჩვენი სერვისებიო, ფასიანი გახდება ეგენიცო. რაც ნუ ცალსახად ცუდი არ არის, მაგრამ ნუ ცოტა ცუდია. კარგით, ეხლა უყურეთ რა ხდება აქ. tabs positive ჩაუწერე. tabების დირექტივას. მაბადიეთ, ნაყიდი არა მაქვს. და გაგვილურჯა ჩვენი tabების ბარი. ეხლა ეს ლურჯი რეალურად საიდან მოდის? CSS-ში გვაქვს აი ეს რამდენიღაცა ფერი. რომლებიც არის default-ად რაღაც ფერები აქვს მინიჭებული, მაგრამ როგორც დოკუმენტაციაში გვეუბნებიან, ხო, ეს არის it meant to be changed რა, ანუ რეალურად ეს არის default ფერების სეტი, მაგრამ ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავწეროთ აქ რაღაც positive რაღაც რა მივცეთ. შავი და არაფერიც არ მოხდება. არა, ეს თუნდა მოხდეს. გავუშვათ თავიდან. ხო, შევთანხმდით რა ეგ შველის, ხო? ხო, rebuild-ი არ მოხდა და ეხლა რატო არ მოხდა, ეგაა საინტერესო. რაღაც ფაიფებში არ მოსწონს. კარგით, მოკლედ ეს მცირე ტექნიკური ხარვეზია, ამას რო ჩაუღრმავდეთ, დრო არ გვეყოფა ალბათ. ანუ რეალურად SAS-ის customization-ი შეგვიძლია სრულად და სწორად დავწერე? კი. Highlight-ი არ მაქვს, ხო? ხო, ნუ rebuild-ი არ გააკეთა რა. ცა?
არა, ну ყოველ შემთხვევაში ეთყობა setup SaaS-ი რო გავაკეთეთ, ხო, მაინც რაღაცა არ წამოიღო ბოლომდე ისე როგორც გვინდოდა. ყოველ შემთხვევაში SaaS-ის ცვლილება, ანუ ფერის ცვლილება გვაქვს variable-ებს რო ვცვლით, რეალურად მთელი სქემა იცვლება რა და ძალიან მარტივია customization-ი. კარგი, გავაგრძელოთ. წინააღმდეგი თუ არ ხართ? ხო, ახლა ხელით წერეთ კოდი, შეგვიძლია ტეგები ვაკეთოთ, დირექტივები გამოვიყენოთ, მაგრამ თუ გვინდა აი rapid prototyping-ის ნაწილი, რაც იყო, არის ესეთი რაღაც Ionic Creator, რაც არის ბეტაში ამ ეტაპზე. არის ასეთი web აპლიკაცია და შეგვიძლია აი ესე გავაკეთოთ ინტერფეისები. მე გავტესტოთ. მაგალითად ივენთების მინდა შეიძლება თუ არა? აქ ეს არის სუფთა პროტოტაიპინგი. ანუ ივენთების მისაბმელად ივენთებამდე თუ მიდიხარ, ჯობია ყველა ვარიანტი ხელით წერო უკვე რა და ხელით აკეთო ყველაფერი. ანუ ამაინტერესებს განაც იყო იქ კომპანიაზე რომ აქტივეთ რომ ბუთუსი და რაღაცა კომპონენტები ხო დირექტივები ხო. აქვს თუ არა ესეთი დირექტივები ზად რომელთაც აი ართან ურთიერთობს და მივალთ მაგამდე მივალთ. ხო, ну მოკლედ, პროტოტაიპინგისთვის ეს თული არის იდეალური რა. ანუ რეალურად ინტერფეისს ვაკეთებთ, ისე რომ ერთი ხაზი კოდიც არ დავწეროთ, ინტერფეის რა, რეალურად იმას, რასაც პროტოტიპად ავიღებთ მე, მოკაპია, რეალურად, თუმცა მუშა მოკაპია. PNG ფაილი არის. კი, ანუ იმას ვიღებთ რა. სად არის? კი. აი, პროექტი გვაქვს უკვე რა, მთლიანი. და შეგვიძლია ეს ყველაფერი ჯდება ჩვენს Ionic IO Cloud-ში, Ionic upload-სადაც მე აქ ხო ცენტრალიზებული hub-ი აქვს, მაგალითად მივალთ. და მანდ გვიჯდება და მანდედან შეგვიძლია წამოვიღოთ უკვე ყველაფერი ჩვეულებრივად. კარგი, ზარმაცებისთვის გადავედით run და emulate პლატფორმებს რაც შეეხება. ესე იგი, როდესაც აპლიკაციას start-ს რო გავაკეთებ და გვაქვს აპლიკაცია, იმისათვის რომ დავბილდოთ emulate-ი გავაკეთოთ ან run-ი გავაკეთოთ კონკრეტულ პლატფორმაზე, ჯერ უნდა დავამატოთ პლატფორმა. ნუ ეს ძალიან მარტივად ხდება. ფიზიკურად რა ხდება ხო არ შეიძლება? მაგროს ფიზიკურად მოაქვს platform specific ფაილები და უყრის კორდოვასთვის რა. კი, კორდოვასთვის საჭიროა რა თქმა უნდა. ეხლა ეს მეტყვის რომ ისედაც იმაზე ხარო, iOS-ეო. ხო, platform already edit. ხო, მე ესეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ უკვე. ეხლა ეს დაბილდავს ჯერ და მე გაგვიხსნის iPhone-ის emulators. და უკვე გვაქვს რეალური, ну, არც ისე რეალური, თუმცა რეალური აპლიკაცია. ეს სურათები რეალურად სადღაც ვებში დევს, შესაბამისად ჩატვირთვის დრო ჭირდება, რა თქმა უნდა. სტატიკური დატის შემთხვევაში სასურველი ალბათ სურათები გავაყოლოთ, თუ ძალიან მძიმე არ გამოდის, დინამიური შემთხვევაში უბრალოდ პრელოვადს ვაკეთებთ რა. აი ესეთი რაღაცა გვაქვს, ну, შესაბამისად run-იც იგივე პრინციპით კეთდება. device-ზე ეგრევე გავუშვებთ და ну build-ი თუ გვინდა რომ სადღაც წავიღოთ APK და გისმენ? იმულატორამდე მივედი ესევა, გავეთამაში, მაგრამ მე მახსოვს ზოგადად არ ვარ iOS ლიცენზიის ფაილების დაწერა და ასე ცალკე Xcode-ში უნდა გააკეთო. Xcode-ში აკეთებ, კი. ანუ ზათ იმის გასაბილდად და ეს მე ის როგორი რაღაცაა, იცი Xcode-ის project-ს გიკეთებს ეს. და Xcode-ის project-ში უკვე წერ ლიცენზიებს და მე აექსპორტებ. კი, ეს ამზადებს Xcode-ის project-ს, კი. ანუ build-ი ამზადებს უკვე რეალურად Xcode-ის project-ია იქ და მაგას მე რასაც გვინდა უზავთ. ანუ ესენი კონკრეტული არიცებია, რომ build service-ი cloud-ში არა. deploy service-ი აქვს, რომელიც build-საც მოიცავს რეალურად რა, თუმცა alpha-შია ჯერ და არ არის რა reliable ტიპი. კარგით, გავაგრძელოთ. ესე იგი ხო, აი ზუსტად share with style. ანუ
ახლა კი ცოტა დანავაროთ და ასე ვთქვათ, iOS-ზე აპლიკაციების გაშეარების და მობილურზე გაშვების პრინციპები, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად გამარტივდა, მაგრამ ადრე ძალიან ტანჯვა იყო. Test flight-ამდე და test flight-ის დროსაც კი. ახლა გვაქვს ესეთი რაღაცა. Ionic View. ესეც არის ნაწილი Ionic IO სერვისებისა და არის ესეთი რაღაცა. Ionic Upload. Ionic Uploads რო გავაკეთებთ. თუ გავაკეთებთ. მანამდე კითხვები თუ გაქვთ შეგიძლიათ დამიცვათ. გისმენ? გუშინ დავიწყე მაგის გარჩევა, აკრას ეს ვიცოდი რომ ნახავ. ვერ გავიგე რა განსხვავება არის თუ სწორად ვიტყვი ახლა იმედია სახელებს header view არის თუ არ ვცდები. მოკლედ ორნაირად შეიძლება header-ი გააკეთო რა. ერთი არის now view header თუ now ხო. და მეორე just header. Now-ს იცი მხარდაჭერა აქ, მაგალითად ლისტი გაქვს. აი უყურე. Now-ს ვიცი რაც აქ navigation-ს მიყვება. ხო, ბექით შეგიძლია გამოხვიდე და ასე შემდეგ ასე შემდეგ. Header-ი არის სტატიკური, თუ სწორად მივხვდი, რასაც კითხულობ. header-ი არ შეიძლება დამჭირდეს როცა პირობითად გინდა ძალიან სტატიკური ჩვეულებრივი header-ი, არ ვიცი. მე ნავებს ხმარობ, რაც მიხმარია. კი. კი. მაგრამ აბა? ესე მინდოდა header-ი რომელიც მარჯვენა მხარესაც როგორც ბევრ აპლიკაციაში არის ორი იყო. ნოტიფიკაციები და რაღაც. აღმოჩნდა რომ ჩვეულებრივ header-ში ეგ ფუნქცია custom-იზირებადია, ანუ ის შეწერა ხო, კი. ეგ ჩვეულებრივ header-ში მოსულა და ნაუბარ სამაგერო ხო. მერჯი ეგრე მარტივად არ კეთდება, იმიტომ რომ ზუსტად მაგის ხარჯზე რომ იმას ნავიგაციების ფუნქციები აქვს და თვითონ ჰენდლავს კუთხეებს, თვითონ უყურებს რა რეალურად რასაც წაიღოს და ნუ მაგისთვის არის custom დირექტივა გასაკეთებელი. კი, წაიღებს, კი. კი, ჩვეულებრივად არაა პრობლემა. დავბრუნდით, აქეთ upload-ი დაამთავრა. პერფორმანსი და მეხსიერების გამოყენება და ბატარეა რამდენი პრობლემაა რა უარი საკმაოდ მძიმეა ერთ ვერსიას მოგვიძო მაგრამ უჩის და ყველაფერი აუგმაზებია მივალთ მაგაზეც ყველაფერზე მივალთ და რაღაც დიდი ხანია ვსაუბრობთ უკვე ესე იგი რა ხდება Ionic View-ზე upload-ი გავაკეთეთ და აგერ ჩემთან მობილურზე გავხსენი აპლიკაცია Ionic View, ჩვეულებრივი აპლიკაცია Play Store-ზე დევს და აქ დალოგინებული ვარ და მიჩანს ის აპლიკაციები, რომელიც Ionic Upload-ით გავაკეთე. შემიძლია უბრალოდ ამას დავაჭირო, ჯერ download files. Download-ს გააკეთებს ეს როდესმე? ეგ Android-ზე და iOS-ზე developer iOS-ს ესეთი რაღაცა, იგივე Ionic View აპლიკაცია. უბრალოდ თუ განსხვავება ისაა ის რომ Android-ზე ცოტა ხნის წინას თქვი, უნდა download-ი გააკეთო, მერე გაუშვა. აქ რეალურად View app-ი გაქვს, cloud-დან უყურებ ეგრევე აპლიკაციას. ანუ აპლიკაციას არ მიინსტალირებს. არ გეინსტალირებს აპლიკაციას. ესენიც როდესმე მორჩებიან. რაც შეეხება performance. მოკლედ performance-ი რა თქმა უნდა არ არის ისეთი როგორც native, ეგ თავიდანვე ვთქვით და native-ს არ ვეჯიბრებით, თუმცა performance-ი არის პირველ რიგში ის ნაწილი, რომელზეც ყოველდღე მუშაობენ, მაგალითად scrolling-ი, აქვთ უკვე native scrolling-ი. ანუ HTML-ის და CSS-ის JavaScript-ის გარეთ გაიტანეს რა, native scrolling-ს ხმარობენ. აი, უკვე ჩვენი აპლიკაცია გვაქვს ნებისმიერ device-ზე. ტელეფონზეც როდესმე თუ ჩამოვიდა, იქაც გვექნება. ხო და რაც შეეხება Elements, ხო, იმის და მიუხედავად, რომ მძიმეა, მაინც ხაზს უსვამ კიდე მომენტს, რომ ამაზე არ იწერება ძალიან კომპლექსური აპლიკაციები. ეს არის პატარა და საშუალო აპლიკაციებისთვის. Facebook-ის ტიპის აპლიკაციის, პირობითად Facebook-ის ტიპის აპლიკაციის დაწერა ამაზე არ არის სწორი. აქაც ჩამოვიდა. სწორი არ არის და ნუ იმის გარდა რომ Element შეჭამს performance ექნება ცუდი და მაინც ბოლომდე აქაც გვაქვს. მაინც ბოლომდე არ იქნება ისეთი, როგორც გვინდა. background refresh თუ გჭირდება push notification-ები ეგეთ რაღაცა მაგით საშუალება. კი, და მან მივდივართ, მოკლედ Ionic View-ს მალევე გადავახტეთ, პრინციპში ვნახეთ რაც გვინდოდა. მოდი გავაკეთოთ რამე ერთად. ხო, ეხლა აქ მქონდა გათვალისწინებული, რომ რაღაც აპლიკაციას ავიღებდით
და from scratch ასე ვთქვათ, რაღაცას დავწერდით სავით, მაგრამ მე ვიფიქრე რომ from scratch დაწერა წაიღებს ძალიან დიდ დროს. ამიტომ უბრალოდ აი ცალითვალით გადავხედოთ აპლიკაციის სტრუქტურას რა, როგორ და სად. რომ დროც არ წავიდეს ბევრი და რაღაც შედეგიც მივიღოთ. ესე იგი, ამ დღისთვის ვამზადებდი ასეთ რაღაცას. ეს არის აპლიკაცია, რომლისთვისაც ავიღე base tab-ების tab template და ავიღე მე ბოლო აიტემი და ბოლო აიტემში ჩავსვი map-ი, რომელიც გეოლოკაციით მე იგებს ადვართ, markers გვისვამს იქ და წესით ბრაუზერში არიზავს უბრალოდ. გამოაქვს Instagram-ზე ახლოს დადებული სურათები, ანუ მეზობელი გოგოების გაცნობა თუ გვინდა, ვაყენებთ ამ აპლიკაციას და მერე უკვე დანარჩენი მარტივად კეთდება. აქაც გავხსნი და მერე გადავხედოთ სტრუქტურას. რა არის, იცი, ეს კოდი რაც ავიღე, ხო, ამოვკრიფე სხვა აპლიკაციები და მსგავსი აპლიკაციები არის. ანუ ეს იდეა ჩემი ექსკლუზიურად არ არის სამწუხაროდ, თორე რამდენს გავაბედნიერებდით. ესე იგი, მაგრამ ლოკალურ ბაზარზე შეიძლება. როგორ იყო ის ქართულ მობილურს რო ქონდა გავიცნოთ ლამასო? აი, რეალურად აქ ჩანს მიდამოებში ვინას სურათებს ვერ განახებთ, იმიტომ რომ დამთავრება ვერ მოსწარი მაგისი და არ იხსნება, მაგრამ ეს შორიდან შეგიძლიათ დატკბეთ. ხო, ეგეთი რაღაცაა. გისმენ? ტექნიკურად რამდენად შეიძლება ეგეთი რაღაც რომ აი მაგალითად თუნდაც ეგრე რომ შენ რაღაც სურათებს მაჩვენებ რაღაც გარე API და ხო? მე ის data რო დავიკეშირო ლოკალურად. კი, აქაც, აქ კეშირდება, local storage-ი აქ გამოყენებული. ანუ რეალურად წარმოიდგინე, რასაც ვებში გააკეთებდი, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ შენ სხვა რაღაცას მეკითხები, მგონი, ხო, ან შენ ზოგადად მეკითხები. დევოისში ჩავწერო. ხალხის დეონტონომა ყოლ. კი, აქ ოღონდ წვდომა აქვს ზუსტად იმითი სადამდეც მივდივართ და მალე მივალთ. უბრალოდ მინდა გადავხედოთ უცებ რას? სტრუქტურას მინდა გადავხედოთ უცებ, მაინც რომ ესე არ მივაგდოთ. არა, თუ გინდათ დავამთავროთ ეგრევე, თუ ძალიან გაიწელა. ესე იგი, მთავარი სამუშაო დირექტორია, რაც გვაქვს, ეს არის www. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს. კორდოვაში არ ვიცი როგორ არის, ანუ იქ ცვლილება შეგიძლია, ანუ მე მგონი ცვალებადი ის არის ფოლდერი, ანუ ცალსახად ეგ არ არის, დიფოლტი არის შეიძლება, მაგრამ ხო. ეხლა რა მოყვება კიდე ამ ყველაფერს? ნუ გალპი მოყვება და ბოვერი მოყვება დასტარტული და გამზადებული. შესაბამისად, ყველა პლაგინს ვამატებთ ჩვენ Ionic-ში ბოვერით, რა ჩვეულებრივად მარტივად იმ გზით, რომელითაც ვიცით. კარგი, ნუ ასევე git-ignore მოყვება ბონუსად. თავარი ფაილი გვაქვს index.html, რომელიც დეტალებში არ ჩავალ, იმიტომ რომ აი არის ძალიან ტიპიური Angular-ის აპლიკაცია რა. აქ ჩვენ სკრიპტებს ვაინკლუდებთ. აი აქ ეს არის ზუსტად კორდოვას აქ ვაინკლუდებთ, საფარას აინტერესებდა. და ნუ დეველოპმენტის დროს არ გვაქვს კორდოვა, მაგრამ მე უკვე რომ მივაბავთ დავბილდოთ მობილურზე გავუშვებთ, იქ კორდოვა გვაქვს და შესაბამისად ეს ყველაფერი ამუშავებს რა. ნუ რეალურად გვაქვს CSS ფოლდერი, custom CSS-ებით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. მე გვაქვს ესეთი საინტერესო ფოლდერი იმიჯების, ესე კითხვა თუ იცით ვინმე. JavaScript ფოლდერი გაქვთ, რომელიც ეხლა მე ყველაფერი ჩაყრილი მაქვს თითო ფაილში. ხო, app.js არის მთავარი აპლიკაცია, როგორც Angular-ის პრინციპით მივდივართ აქაც რა. просто აქ injections უკეთებ თავიდან, ნუ მოდულს ვეუბნებით, რომ Ionic-ი გამოიყენეთ ხო? და მე Ionic-ს რო იყენებს ეს მოდული, უკვე გვიჩდება ასეთი რაღაცეების inject-ის საშუალება, აი Ionic loading, Ionic history, Ionic pop-up და ასე შემდეგ. ანუ რეალურად Ionic-ს რაც მოყვება, იმის გამოყენება, გისმენ? რამე third party ბიბლიოთეკაც უნდა გამოვიყენოთ. მისულები ვართ. lib folder-ი, აი როგორ რას თქვი რა, ბოვერით რეალურად, რასაც Angular-ში
გამოიყენებდი, აბსოლუტურად ყველაფრის გამოყენება შეგიძლია. NPM-ის გამოყენება შეგიძლია, თუმცა ნუ NPM-ი ცოტა ხელით უნდა მიეხმარო რა. ან პრინციპში მიეხმარო რა, node მოდულებიდან მიაინკლუდე პროსტა. კი, ოღონდ ეს არის თავის რა იმისთვის, კორდოვასთვის არის რეალურად რა, იმიტომ კორდოვას ჩამოღება ხო უნდა. NPM-ი შეგიძლია გამოიყენო, თუმცა ნუ რავი, მე ბოვერს იქეთ წასვლა არასოდეს არ დამჭირვებია. ან ბრაუზერთან შევიყენებ, ხო შეიძლება შოურგრამი. ამის პაკეტი JSON-ში გაწერო და Windows კი. ხო, ნუ ბრაუზერი ფაილი მოყვება, ხო? არა. მოკლედ, აი აქ გვაქვს ჩვეულებრივი Angular-ის პლაგინები, რომლებსაც ჩვეულებრივად ჯერ index.html-ში ვაინკლუდებთ, როგორც ჩვენ გვინდა და მერე უკვე ვიყენებთ და ვაინჯექტებთ რომელ კონტროლერშიც გვინდა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სტანდარტული Angular აპლიკაცია, Z დაშენებული დამატებითი helper-ებით, კლასებით, ასე შემდეგ. ანუ ალბათ აუცილებელი პირობაა ის, რომ Angular-ი მოგწონდეს. Angular-ი თუ არ მოგწონს, უკვე გვერდზე გადავდეს ყველაფერი. მაგრამ Ionic-ი აღარ დაწერ, მე დაწერ უკვე Cordova-ზე ჩვეულებრივად. React Native-ზე ვთხოვდი ვიღაცებს იქნებ თქვათ რა მაინტერესებს თქო, მაგრამ მე ვერ მივედი ჯერ მანდამდე და. ხო, და React Native სხვა ფილოსოფია გაქვს თქო. კი, იქ ადრესაც დაწერ ყველა პლატფორმაზე გაიშოვა და React Native ამას რომ ჩვენი მიდგომა ისწავლეო თითოეული პლატფორმისთვის ცალკე კოდი უნდა. კი, React Native მე React-ამდეც კი ვერ მივედი. შესაბამისად React Native-ამდე, მაგრამ საინტერესოა კი და სხვათა შორის საკმაოდ დიდი სიჩქარით ვითარდება ეგეც. ალბათ პერსპექტივა აქვს რაღაც თავისთავად, რაც პრინციპში ჩვენთვის უკეთესია, რაც უფრო მეტი რაღაცეები იქნება და უფრო კარგს გავაკეთებთ, უკეთესია. კიდე ის ამაინტერესებს, მაგალითად index.db-თან გაქვს თომა თუ არა? არა, local storage-ის გარეშე იყენებ პირდაპირ, არ ვიცი, მე არ გამომიყენებია და კორდოვას არის შესაძლებელი. ხო, ანუ через Cordova ძალიან ჩვეულებრივი ბრაუზერი. Chromium, წარმოიდგინე იმაში iOS-ში გაქვს WebKit-ები და იმაში Android-ში 4.4 ვერსიის მაღლა უკვე გაქვს Chromium-ი ყველგან. ამისაც ჩათვალე რომ bleeding edge-ზე ხარ რა. თვითონ გაბილდული ძიმე გამოგის ხოლმე. არ არის ძალიან დიდი, მე მგონი აქ ზომების წერია, იცი სადღაც. არ არის დიდი. ზომებში პატარა, ხო, რასაც წერა ალბათ ის. ხო რა, გააჩნია მასშტაბებს. ისევ და ისევ ვიტყვით, რომ ეს არის აი მაგალითად ჩვენ რო გავაკეთეთ აპლიკაცია ახლა ტესტ API რა, რას იყო? ის არის 2 მეგაბაიტი ყველაფრიანად. ყველაფერი ეგ არის ანუ Cordova-იან ყველაფრიანად რა. ვითომ? ყველაფერი რაც არის ეგენი არის ჯამში თუ? არა. რომ აი APK ფაილი ხო. APK იქნება მაგხელა. ხო და ახლა 2 მეგაბაიტი შეიძლება შარშანწინ ცუდა ჟღერდა, მაგრამ ახლა ის არის რა. შეიძლება შავს აი ეგაში თუ ისე ვიდეო ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ რაღაც ყველა გაგიჟდა რა, ლეგონიდან მოყოლებული ყველა მორიჩია, რომ არ მიეკაროთ იმიტომ რომ დახაშავდა და დაცუდა თემოშა. რა არის, იცი, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ აპლიკაცია non-responsive გახდეს. Non-responsive გახდეს. რა, სისტემას ვერ დაქრაშავს. ჩანსი არა მაგისი. მე ამის კრაში ზოგადად არ მიგრძნია, მანამ სანამ როკოს არ ვანახებდი და როკომ რა აპლიკაციას ჩართო ყველაფერი დაქრაშა და მე ვთვლი რომ პრობლემა როკოშია და შეიძლება არა. არ ვიცი. რეალურად ისევ და ისევ გამეორდები რომ performance-ით, სტაბილურობით, ელემენტის დატვირთვით ასე შემდეგ native-ამდე ბოლომდე ვერ მიდის, თუმცა ძალიან სოლიდური ალტერნატივა უკვე დღეს. თავი რა მაინტერესებს ამ ყველაზე თავი ხო ის არის რომ თვითონ ეს Cordova პლატფორმ სპეციფიკ რაღაცებში ამდენად სწრაფად იმიტომ რომ Apple თავის თავს აღწევს ეს სწრაფად მიდის და გავიგეთ რომ Apple-ის fanboy ხარ ახლა. არა, პირიქით ცუდი არის. ხო, ესე იგი, მივედით Cordova-მდე. ესე იგი, ზოგადად ამ ყველაფერს უკან Cordova რო უდგას ვიცით, მაგრამ იმისათვის რომ ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო მარტივი, არის ესეთი შუალედური რაპერი NG Cordova. NG Cordova არის Cordova-ს დირექტივები გაანგულარებული იმისათვის რომ ჩვენ Ionic-ში უფრო მარტივად გამოვიყენოთ. შესაბამისად, კამერა Touch ID OAuth
push notification-ები, geolocation და კიდე ძალიან დიდი სია, გვაქვს უკვე Angular-ის პლაგინებად და არა, ანუ Cordova-ში არ მივდივართ რა. შემიძლია დავწერო native code-ი და კი, შეგიძლია. ხო, თუმცა ნუ ზის ხალხი და საკმაოდ სწრაფად შენ კითხვას რაც შეეხება, ძალიან სწრაფად აკეთებენ ყველაფერს რა. იმიტომ რომ ნუ დღეს არის სერიოზული ჰაიპი ამაზე, ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. ფონგებზე მაგის პრობლემა იყო 3 წელი. არის, იცი? ნახევარი წელი ჭირდებოდა შემდეგ. კი, უყურე, ეგ პრობლემა ხო ისე იყო ზოგადად პატარა community ყავდა, მაგრამ მან 3 წლის წინ კიდე ის პრობლემა იყო, რომ ბრაუზერები არ იყვნენ ამ დონემდე მისულები და დივაისებიც არ იყვნენ ამ დონემდე მისულები. ხა შენ წლევანდელი iPhone-ი და 3 წლის წინანდელი iPhone-ი პერფორმანსით რო დაადარო, ხო? ძალიან დიდ ცვლილებას ნახულობ უკვე და თან ძალიან სწრაფად იცვლება დივაისები და შესაბამისად უფრო ნაკლებად შესამჩნევი ხდება ის, რომ ცოტათი ნელი შეიძლება იყოს ეს. ანუ iOS-ზე კი რომ და მაგალითად რო გამოდის iOS-ის შემდეგი ვერსია ამან თავისი API დააწიოს, ჭირდებოდა დიდი დრო. არა, მაგაზე, ეგ არის community-დან გამომდინარე რა, საკმაოდ მალე აკეთებენ ყველაფერს რა. არ არის რა ეხა გამო ალბათ შემოდგომაში არის. ესენი როდის აპირებენ და ესენი აპირებენ სავარაუდოდ ჩემი ისტორიას თუ გადავხედავ ამაცაც რავი ალბათ 1-2 კვირაში 3 კვირაში რა კი არა შენ Cordova-ს თუ უყურებ Cordova არის open source-ია Cordova Apache-ს პროექტია open source და ძალიან ბევრი ხალხი არის ჩართული შიგნით შესაბამისად ისევ და ისევ ამ ხალხზეა დამოკიდებული და მოთხოვნა რახან არის შესრულებას არ აყოვნებს რა აპატიეთ არა, ერთი კამდე მივედით NG Cordova-მდე, რომლითაც Cordova-ს წუდებით უკვე რა, ანუ კაი. ეხლა რა ხდება? მე ხო? რა პირველი 400-ს აიგითხე, ხო მარტო? მალაძეც. ესე იგი. მე დავინახე მეტი რა. Ionic არ არის მარტო ფრეიმვორკი რა. რეალურად არის პლატფორმა, რაღაც სერვისები, ანუ Ionic iOS გზით მიდიან ახლა, სადაც იმის გარდა რომ გქონდა creator-ი, Ionic View, შესაბამისად შენი cloud-ი გაქვს აპლიკაციების ასევე გაქვს push notification-ების alpha გაუშვეს ახლა, upvoid და რაღაცეები არ გჭირდება. Ionic application-ში შეგიძლია ეგრევე აქედან ემუშაო push-ებს, რაზეც თქვენს თუ ეჭველი რომ ფასიანი გახდებაო, მაგრამ სანამ alpha-შია და beta-ში იქნება, უფასო იქნება. Deploy არის ზუსტად ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ავტომატური deploy რა და რომ არ გაიარო ერთკვირიანი პროცესი და ვიღაც ბიზებმა რო არ უყურონ შენ კოდს დიდი ხანი და analytics-ი შენი აპლიკაციის დეტალური ანალიტიკა. So კაი რეალურად რა არის და ისევ ამ კითხვამდე მივდივართ რა რომ მარტო framework-ი არ არის ისევ და ისევ არის ძალიან დიდი cloud based service-ი პლატფორმა community რომელიც კიდევ დღესდღეობით იზრდება და რავი არ ვიცი რა სადამდე მივა მაგრამ ფაქტია რომ ძალიან სერიოზული სიჩქარე აქვს აკრეფილი და ძალიან კარგად მიდიან ხო რა უნდა ყველაზე თვალსაჩინო წარმატებული აპლიკაცია რომელიც დევს პროდაქშენში ასე ალბათ გაკეთებული რა არის იცი ბლოგზე დებენ showcase გამკვეთრო დაარწმუნო რომ აი ნახე ბლოგზე showcase-ი არის აპლიკაციების შეგიძლია შეხვიდე და ნახო ეხლა შემიძლია მე შევიდე და განახო ანუ blog ionic.io არის ეგეთი URL-ი ხო ეს არის სანამ ეს ჩაიტვირთება NG Cordova რა დოკუმენტაციას არ იტვირთება კაი ამან დაასწრო NG Cordova Ionic-დან დამოუკიდებელი რა Ionic-ის ხალხის გაკეთებული ანუ Ionic-ის ხალხმა build with love by Ionic ანუ ამათმა დასტარტეს იმიტომ რომ საჭიროება იყო წარმოიდგინე Cordova-ზე წერ Ionic-ს სწავლობ-ზეთ კიდე და Cordova-ზე კი არა Angular-ზე წერ Ionic-ს სწავლობ და Cordova-ც რო უნდა ისწავლო ანუ ცოტა pain-ია უკვე რა და შეიძლება დაგეზაროს მაგრამ როცა ის არის მივედით აქამდე Ionic deploy აი რაღაც აქ არის აი რაღაც keychain logistics გეგლია შეხვიდე მობილურიდან ნახო გიო და მე კლიენტები დაარწმუნო
მაგრამ რეალურად ანუ კლიენტები იცით უნდა დაარწმუნო. კლიენტი როგორც წესი არ უყურებს რა პერფორმანს რომელი კლიენტი გეკითხება, ხო? კლიენტს არწმუნებ იმით, რომ შენ ნაკლები რესურსი მიგდის და იმას ნაკლები თანხა და დრო მისდის რეალურად. ანუ ეს არის ამის ნიშა ამ ეტაპზე. კაი. icons გამომრჩა, როგორც ვივარაუდე კიდეც, იმიტომ რომ არც ერთ სლაიდში არ მქონდა. არის ესეთი რაღაცა. ესეც ამათი პლატფორმის ნაწილია, თავისთანთი აიკონები აქვთ, რომლებიც რეალურად, აი, მაგალითად ახალი iOS-ი რო გამოვიდა, იქ რო ახალი აიკონები იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 3 დღეში, 4 დღეში, ერთ კვირაში ესენიც აქ დაამატებენ და შესაბამისად აპლიკაციებში შეგვიძლია გამოვიყენოთ. დამოუკიდებელი ტიპი ჩანს, ჩვეულებრივ კი. ცალკე შეგიძლია, კი. მაგას ვიჯერებთ და მახნე გავიგაიმე. ხო, ანუ ეს არის. ცალკე ტიპიც არის. ფონტია. ხო, ფონტები. ფონტია, კი, ფონტოსომის პონჩია. გავიგავი ეს HTML ტაგებიც ვარი და ეს custom directive. ხო. რეალურად რომ ნახე inspect element-ში იყო HTML ელემენტები ჩარეკვლეისტებული. პირდაპირ HTML ელემენტები რატო არ უნდა გამოვიყენო? პირველ რიგში ვერ გამოიყენებ HTML ელემენტებს, იმიტომ რომ შენ თუ header-ი უნდა დახატო ან ნაუბარი, ხო? მაშინ ხელით უნდა ნახო რა კლასით არის place-ებს, ხო? და ის კლასები მიუთითო ხელით და თან ხო, მაგრამ რა არის, იცი, ანუ ხო, ივენთების ანუ JavaScript-საც ვერ ჩაებმევა ისე როგორც საჭიროა რა. თემა არის ის, რომ Ionic-ი არის თვითონ ეგ ტეგები რა, ანუ მაგითი მუშაობ შენ და აბა როცა იქ custom directive-ები გავწევი რამათა ტაგებს, აი მარტივი რაღაც ნიშნა და იკონკაზე ვიდოდაოთ აპში არის სხვა. წითელი ბოლი და label-ი ასე და notification-ი რაღაც იახლა ხალხი და ვიცი რა. აი შეიძლება თუ ეგეთი HTML შემი ვერ გავტენ. HTML-ს ვერ გატენი, მაგრამ CSS helper-ებში აქვს მაგათ ეგეთი რაღაც ზუსტად. ანუ CSS დონახე. კი, CS ხო და თვითონაც აქვს ეგეთი helper-ი, რომ შენ ბეჯიკი დაადო notification-ების. რომ ტაბზე. კი, ტაბზეც შეგიძლია. არა, ისეთ ანუ ტაბზეც შეგიძლია, ანუ ზოგადად ის არის helper-ია რა, რავი, ან მე ვერ მივხვდი და ან შენ არ გინახავს. ხო, არა, ანუ ძალიან ფართო CSS-ის library-ია რა, რეალურად ძალიან ბევრი რაღაც არის გათვალისწინებული. კარგი. არის თუ HTML-ში რაღაცები დავჭირდეს, ჩვენი დირექტივა დავწეროთ, ვიდრე ამათი ან ჩვენი HTML ჩავთვალოთ, ან ამათი გადავაკეთოთ. რა არის, იცი, ძირითადად მე ჩემსას ვამატებდი. იმიტომ რომ დირექტივები Ion-ის რაც არის არ ვეხები, ვიცი რომ არის და რაც მჭირდება იქედან ვიყენებ, მაგრამ თუ რაღაც custom მჭირდება, მე თვითონ ვაკეთებ. მე იმას ჩემი HTML CSS-ით. შეიძლება, მაგრამ რა არის, იცი, framework-ი, რომლის mindset-ი არის ის, რომ მარტივად სწრაფად და კარგად გააკეთო, რაღაცის დაექსტენდებები თუ დაიწყე, ხო? მაშინ ის არის. რა, ნუ გააჩნია რა თქმა უნდა ამოცანის სირთულეს, მაგრამ მაინც. ხო. ესე იგი, ზუსტად მაისში გამოვიდა პირველი ვერსია, სადაც უკვე ჩასვეს native scrolling-ი, SVG spinner-ები, platform specific სტილები, swipe to go back-ი და ასე შემდეგ. ანუ ეს სლაიდი იმიტომაც არის აქ, რომ მუშაობენ კიდევ და ისევ გამეორდები, performance-ზე მუშაობენ, ხარისხზე მუშაობენ და ნუ ძალიან სწრაფი ის არის რა. build cycle-ები აქვს ძალიან სწრაფი, აი Node.js-ი რო ვერ მივამანან და ისეთი. ახლა ბოლო რა ვერსია რა? ეხლა არის 1.0. მაისში გამოვიდა 1 თვის წინ. და 1.0.0 არის ბოლო ვერსია. ხო, მერე ზუსტად მეორე დღესვე იმაზე NG Europe-ზე იყო მგონი, სადაც დაანონსეს ახალი Angular-ი და დეტალები თქვეს, scope-ი მოკლეს და ასე შემდეგ. ზუსტად მეორე დღესვე დაანონსდა ახალი Ionic-ი. ანუ ფეხი-ფეხში მიყვებიან და შესაბამისად ის რო გამოვა, ესეც ძალიან მალე გამოვა, მაგის გარანტიები მოგცეს და პრინციპში ალბათ არ გვაქვს საფუძველი, რომ otherwise ვიფიქროთ რა, სავარაუდოდ ეგრეც იზავენ, ისევ და ისევ ისტორიიდან და ამათი ციკლებიდან გამომდინარე. და всё. იცით, ვარგადა. რა გაკითხები? ანუ ერთი რაღაც ანუ local storage მაქვს ხო რა? Local storage გაქვს, კი. user-ი დავალოგინო რა. კი, რა თქმა უნდა, კი.
Angular-ის local storage-ი გაქვს სხვა თუ არაფერი ეგრევე Angular-ის პლაგინად რა. Device-ზე არ მერე. Device-იც აკეთებ, ოღონდ კორდოვათი უკვე. ხო, კორდოვათი. კი.